პარადოქსი მეგობრებო, ყოფილი ნაცები დღეს რომ ქოცები არიან და ნაცების აკრძალვას ითხოვენ. ასეთ მედროვე პოლიტიკოსებზე მინდა გესაუბროთ და თქვენც დაწერეთ კომენტარებში ვინ გახსოვთ ასეთი. მე მახსოვს გივი მიქანაძე, თამარ შარმანაშვილი და გოჩა ენუქიძე. გივი მიქანაძე წინა ხელისუფლების დროს იყო ციხეების უფროსი, დღეს განათლების მინისტრია, ჩვენს აკრძალვას ითხოვს. მეორე გოჩა ენუქიძე, ნაც დეპუტატი, დღეს ბიზნესმენი, მაშინაც ბიზნესმენი იყო, რუსული სანქცირებული ლუკოილის ბენზოგასამართი სადგურების მფლობელია ეს კაცი, მილიარდელი და ოპოზიციის განადგურებას ითხოვს ნაცების აკრძალვას, ჩვენს აკრძალვას და თამარ შარმანაშვილი წინა ხელისუფლების დროს ელჩი სომხეთში, დღეს ქოც დეპუტატია, deep state-ს ებრძვის და ჩვენს აკრძალვას ითხოვს. აი ესეთ პარადოქსულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა. ეს ხომ პოლიტიკური ფარისევლობაა, მაგრამ რეალურად არის ის, რაც დაგვიანოსა ბიძინა ივანიშვილმა. გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც მისი ბიორობოტები არალეგიტიმურ პარლამენტში ემსახურებიან და კრძალავენ ყველას და ყველაფერს და ჩვენ თანამოქალაქეებს ართმევენ პოლიტიკურ უფლებებს. აი ამ ხალხის შეჩერება მხოლოდ დიდ ერთიანობას, დიდ წინააღმდეგობას შეუძლია და ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო, მედროვეების დამარცხება შეგვიძლია და მედროვეების გაყრა შეგვიძლია ქვეყნიდან და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ.